კახი კალაძესთან დაკავშირებით. დღეს კახისთვის არის ამ ამპლუაში ბოლო მთავრობის ხდომა და მინდა მას გადაუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით ეს არის დაახლოებით $1,200,000 პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური აშენდა, ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ახალ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც ჩვენი დედაქალაქის მერობა ქვია, კახი გაართმევს, პირველ რიგში მოიგებს, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახის კონკურენტი ნამდვილად არ ყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის და მინდა კახის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და წარმატებები უსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ დავით ნარმანიას, რომელსაც არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ხარცეცხს გაუძლო, ასევე ხშირად დაუმსახურებელს და მინდა რომ მას დიდი მადლობა გადაუხადო და ასევე წარმატება უსურვო, იგი ჩვენი გუნდის წევრია და მას მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვო და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ჩვენ უკვე უახლოვდებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩვენი ხელისუფლება, როგორც მთავრობა, პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ისევე როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს და ისევე როგორც გამჭვირვალე სამი არჩევნები ჩავატარეთ დღემდე ჩვენ უკვე საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო და დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებიც, რომელიც ჩვენ ოქტომბერში გველის იქნება ასეთივე გამჭვირვალე თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი.